გამოცემა Bloomberg-ის ცნობით კომპანია Meta-ს თანამშრომლებმა დამფუძნებლისგან მარკ ცუკერბერგისგან მიიღეს წერილი იმის თაობაზე, რომ კომპანიაში ფუძნდება სუპერინტელექტის ლაბორატორია, რომელიც კონკრეტულად იმუშავებს ზოგადი ხელოვნური ინტელექტის, ანუ სუპერინტელექტის განვითარებაზე. მიიღეს კიდევაც დეტალური ინფორმაცია თანამშრომლებმა იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ამ გუნდში, მათ შორის არიან ამჟამინდელი ინჟინრები ხელოვნური ინტელექტის მოდელების, რომლებიც მუშაობენ კომპანია Meta-ში, როგორც ცნობილი გახდა, ალექსანდრ ვონგი იქნება ხელმძღვანელი სუპერინტელექტის გუნდის, რომელიც არის კომპანია Scale AI-ის დამფუძნებელი. ახლახან კომპანია Meta Scale AI-ში დაახლოებით 14 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო, რის შემდეგაც ალექსანდრ ვონგმა დაიწყო თანამშრომლობა კომპანია Meta-სთან, ასევე გუნდში იქნება, როგორც ცნობილი გახდა, გამოცემა, უფრო სწორად პლატფორმა GitHub-ის დამფუძნებელი, ერთ-ერთი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნეტ ფრიდმანიც შეუერთდება კომპანია Meta-ს გუნდს. ბოლო პერიოდის განმავლობაში დასავლურ მედიაში ტექნოლოგიურ გიგანტებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აქტიურად მიმდინარეობს AI კვლევები, ისინი ეძებენ ახალ თანამშრომლებს, რათა განავითარონ ხელოვნური ინტელექტი, ასევე ვრცელდებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში როგორც არის მაგალითად Amazon-ი, თანამშრომლებმა მიიღეს წერილი იმის თაობაზე, რომ რამდენიმე წელიწადში ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს მათ კონკრეტულ დეპარტამენტებში. Amazon-ი აქტიურად მუშაობს ამ საკითხში. რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია Microsoft-ის შესახებაც, თუმცა არ არის ეს ჯერჯერობით დადასტურებული. რაც შეეხება კომპანია Meta-ს, რამდენიმე კვირის წინ მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Meta-ც ცდილობს კომპანია OpenAI-დან, იმ კომპანიიდან, სადაც შეიქმნა ChatGPT, გადაიბიროს კომპანია Meta-ში თანამშრომლები. ამის შესახებ თავად OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა ილაპარაკა ერთ-ერთ პოდკასტში, მისი თქმით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის შესთავაზეს არაერთ თანამშრომლს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ChatGPT-ის შექმნაში, რომ ის გადასულიყო კომპანია Meta-ში, თუმცა სემ ალტმანის თქმით, ჯერჯერობით მარკ ცუკერბერგმა ეს ვერ მოახერხა, როგორც თავად სემ ალტმანი ამბობს. როგორც აღნიშნავენ ექსპერტები, ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი არის მარკ ცუკერბერგისთვის, რომ განვითარდეს სუპერინტელექტის ლაბორატორია, რადგან რამდენიმე წყაროს ცნობით მარკ ცუკერბერგი ამჟამად არის უკმაყოფილო თავისი გუნდის მუშაობით ხელოვნური ინტელექტის მოდელების მხრივ. არაერთი მოდელი, რომელიც უნდა ამუშავებულიყო, რამდენიმე წლით გადაიდო ეს გეგმა და რამდენიმე წყაროს ცნობით არ მიდის ყველაფერი ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდა მარკ ცუკერბერგს და სწორედ ამიტომაც სუპერინტელექტის განვითარება მისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თავად სუპერინტელექტს, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ბევრად აღემატება ადამიანის გონებას თითქმის ყველა სფეროში, ხოლო ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამჟამად გვაქვს, ეს არის ვიწრო AI, ან ეგრეთ წოდებული ვიწრო AI, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ამოცანის შესრულება შეუძლია.